გესალმებით ჩემო ძვირფასო მსმენელებო და მეგობრებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ერინ გრინის ვიდეოს მეორე ნაწილს. ერინ გრინი როჩილდის მეორე ვიდეოს მეორე ნაწილს. თემით ჩვენ მოვედით აქ სხვა რეალობიდან. ის ერინ გრინი პირველი ვიდეო რომ დავდი, ის პირველი ნაწილი იყო და ეს არის მეორე ნაწილი. სულ ორი ნაწილია. მას დავიწყოთ. კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს ინტერვიუ იყო ჩამორთმეული 2013 წლისთვის. წამყვანი ეკითხება. ესე იგიო, შენო იყავიო ილუმინატების ოჯახის წევრი. შენ იზრდები, ისინი ამას ყველაფერს გიკეთებნენო, მაგრამ შენ ამას იმიტომ კი არ გიკეთებენ, რომ ისინი ცუდი ხალხი არიანო. მათ აქვთ მიზანი და ეს არის გარყვნილი მიზანი. შენ იციო ამის შესახებ? კიო, მე ვიციო ამის შესახებ და მაგაზე არ ბრაზობო. მე მათ ვაპატიო ეს. პასუხობს ერინ გრინი. მაგრამ მე უნდა გავეტეხეთო მაგათ იმ წესითო, რომლითაც ისინი მე მიმამბავდენო ამ სადე სივრცეს, 3D სივრცეს. მე მათ უნდა მივემბეთო ამ სამყაროსთან, სადაც ახლა ცხოვრობო. იმ ტკივილის მეშვეობით, რომელსაც გრძნობს დედამიწაც. დედამიწა გაია. დედამიწას ბევრი სახელი აქვს, მათ შორის გაია, სოფია და არ მახსოვს კიდევ რამდენიმე სახელი აქვს. სად გაიგე შენ ყველაფერი ამის შესახებო? ეკითხება წამყვანი. ეს ყველაფერი მე გავიგიო ჩემი სულის უჯრედულ დონეზეო. ანუ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ყველა მიცით, რომ ჩვენი ორგანიზმი, ორგანოები, კანი, ძვლები ყველაფერი შედგება უჯრედებიდან. თუმცა ამ უჯრედებს აქვს იქიდან გამომდინარე თუ რა ორგანოა, სხვადასხვა ფორმა, სხვადასხვა ფერი. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მეხსიერება კი დაგვიქეითეს, წაგვართვეს, მაგრამ ჩვენ ვერ წაგვართვეს უჯრედული დონის მეხსიერება. რას ნიშნავს ეს? ყოველი უჯრედი არის დამოუკიდებელი ერთმანეთისგან, თუმცა აი ავიღოთ კანი, ეს დერმაა, ხო? და დერმა შედგება რამდენიმე, ერთმანეთთან მიტყუპული უჯრედებიდან. მაგრამ ყოველი უჯრედი არის დამოუკიდებლად. ანუ არსებობს დამოუკიდებლად, თუმცა ჯაჭვისავით ყველა ერთმანეთთან არის შეერთებული. ჯაჭვის რგოლების სავით, მაგრამ უფრო მჭიდროდ. და რადგან ყველაფერს გააჩნია ცნობიერება, ბევრს კიდეც გონიერება, უჯრედებსაც, ხო გაგიგონიათ ერთ უჯრედიანიობა, ხო? ასევე უჯრედებსაც გააჩნიათ უჯრედული მეხსიერება. თუმცა ჩვენ ტვინს წაართვეს მეხსიერება, მაგრამ უჯრედულ დონეზე ეს მეხსიერება არის შენახული. და ამ ერინ გრინმა შეძლო ყველაფერს გახსენება სულის უჯრედულ დონეზე. მედიტაციის მეშვეობით. და კითხენ, როდის დაიწყო შენ მედიტაცია? ერინ გრინი პასუხობს, სადღაც წელიწად-ნახევარი წლის უკან. მე ავიღეო პაუზა ჩემი როგორც დედის და როგორც მეუღლის მოვალეობისაგან, ანუ განმარტოვდიო. მე ვიჯიხიო ჩემ საძინებელში, მე ვკეტავდიო კარებს შიგნიდან. ვიკეტებოდიო ჩემ საძინებელში. მე არ ტოვებდი ოთახში არ ტელევიზორს, არ ტელეფონს, არც კომპიუტერი მქონდა ოთახში.
მე მედიტაციას ვაწარმოებდიო საკუთარ დნმ-თან და მე ვიცოდი რომ ჩემი დნმ-ისგან მე ბევრ ამის გავიგებდი და მასეც მოხდა. ჩემმა ძმა როკფელერების ოჯახიდან მითხაო მე და საერთოდ მე ვცდილობდიო ჩემს ძმას დავაპრაგებოდიო, მე ვიცოდი რომ ჩემი დედა არ იყო ჩემი დედა. მე ვიცოდიო რომ ეს ყველაფერი იყო უცნაური, რომ უცხოპლანეტელები დადიოდნენ ჩვენ სახლში. მე ვცდილობდიო მე თვითონ გამეგო ყველაფერი და ამიტომ ჩემს ძმას ვკითხეო, მოყევიო ჩემზე, მომიყევიო მეო დამეხმარეო. არაო, მე თვითონ შენ არაფერს გეტყვიო, მიპასუხაო ჩემმა ძმა. აქ ახალდი გავაკეთე და მაინც მოძრაობს მაგიდა. და მან მიპასუხაო, 3 წლის შემდეგო შენ თვით მობრუნდებიო ჩემთან და თვითონ მოყვებიო ამის შესახებ. და ამ 3 წლის შემდეგ შენ კითხვას დამისვამო და იმ დროს როცა ამის დრო დადგებაო, მე შენ გიპასუხებო, რომ შენ ყველაფერში მართალი ხარ. და 3 წლის შემდეგ ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მე იმ მომენტისთვის უკვე დავიწყებული მქონდა მისი ესაუბარი წარსულში, რომელიც მოხდა და მან მიპასუხა, რომ მე ვიყავი მართალი ყველაფერში, ანუ რაც მე გავიგე, ყველაფერი იყო სწორი. წამყვანი ეკითხება, რატომ უწოდებ შენ ძმას, უпростоრად რატომ უწოდებ როკფელერს შენ ძმას, ანუ მისი ძმა ხო როკფელერების ოჯახს ეკუთვნის და ის ამას უწოდებს ძმას. ერენ გრინი პასუხობს, ჩვენ მას და მეო გვაქვსო ერთნაირი უცხოპლანეტარული დნმ. წამყვანი ეკითხება, ესე იგი შენ თვლიო რომ შენ და შენი ძმა ხართ ნათესავები უცხოპლანეტარული ხაზით, უცხოპლანეტარული გენეტიკური ხაზით და როკფელერებზე რა სიტყვიო? და რა კავშირიაო როთშილდების და როკფელერების შორისო, ეკითხება წამყვანი. ერენ გრინი პასუხობს, რომ ისინი არიანო ნათესავები. ახლა ისეთი სასიხარულო ამბავი გავიგე. ვიცი რომ გაგიხარდებათ. SMS-ი მომივიდა, რომ ბინისკირაზე ჩემი მოთხოვნა დაყვაყოფილდა. დედა, რა გახარებული ვარ. რა გახარებული. ხომ გეუბნებით? კი, მე ახლა ნერვიულობით ახლა ცოტათი დაძაბული კი ვიყავი, მაგრამ ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა. დედა, ისეთი გახარებული ვარ. მთავრობამ ჩამირიცხავს 3 თვის ფული. ივლისი და აგვისტო ჩამერიცხება ბინისკირაზე. დედა, რა გახარებული ვარ. რა გახარებული ვარ. თუმცა ადამიანს სიხარულისთვის ბევრი რამ არ უნდა. მე ვცდე რაღაცაც გამახარებს. თავარია ვიყო ბედნიერი. ჩემო კარგებო, როგორ გამიხარდა ასე გახარებული გევლო თქვენ ყველას. ყველას. როგორც ახლა დღეს არ მე სულ გახარებული დავდივარ, სულ ვამხნევი ჩემ თავს სტილოს ხობის გავამხნევო, მაგრამ დღეს ესე მომეშვა, იმიტომ რომ ეს პერიოდი ეს ამითო ჩემთვის იქნებოდა რთული, რომ არ დაერიცხათ ბინისკირა. აწი თავი ქუჩი მაქვს. სადა მანამდე მოგვარდება სოციალური საკითხიც. დედა როგორ გამიხარდა, მადლობა სამყაროს, მადლობა მთავრობას. მადლობა მართლა მთავრობას. მთავრობა მეხმარება სულ. მადლობთ ყველას თქვენ ხადაჭერისთვის. მოდით გავაქტიუროთ. არაო, მე როთშილდების და როკფელერების ნათესაური კავშირზე არაფერი ვიცოდიო. ჩემი ძმა, ეგრეთ წოდებული მისი ძმა, ჩემი ძმა იყო შექმნილი ზონა 51-ში. ალბათ გაგიგონიათ, მე ხშირად ვახსენებ ამ ზონას, 51 ზონას. ხო, ამ ზონაში იყო შექმნილი მისი ძმა, რომელიც შემდგომ გახდა როთშილდების ოჯახის წევრი. და წამყვანს ეუბნება ერინ გრინი, შენ ალბათ იცი სახელი ჩემი ძმისა, ოღონდ კამერაზე არ თქვაო ეს. ძალიან ბოროტიაო. ხალხი მაგას თვლისო, თვითმარქვიათ, მაგრამ ის თვითმარქვი არ არისო. მე ნანახი მაქვსო თუ მას რა შეუძლიაო. წამყვანი ეკითხება, შენ რომ ამბობ, შენი ძმა შექმნილი იყო ზონა 51-ში. ის იყო პრაბირკაში შექმნილიო, პრაბირკა დამავიწყდა პრაბირკის სახელი, ახლა ვერ შევალ ინტერნეტში ვერ დაკარგავ დროს. პრაბირკები ანალიზებს რო ვაბარებ და ხო სპეციალურ პრაბირკებში აკეთებენ ხოლმე ქალებს, რომ
ავიბენ ახლა სიხარულისგან დავიბენ ქალებს რომ უდებენ საშუალოსნოში განაყოფიერებულ კვეცხურჯედებს ის ყველა პრაბილკაში ამას ანაყოფებენ პრაბილკებში გააჩნია ხა რა ფორმისაა მაინც ყველა პრაბილკეთის სახელი აქვს და ქართულად მაპატიეთ ახლა ვერ დავკარგავ დროს მაგაზე ძალიან საინტერესო ვიდეოა და ეს წამყვანი ეკითხება ის ხომ ლაბორატორიაში იყო შექმნილი და მან თვითონ იცისო ამის შესახებ კიო იცისო მაპატიეთ ამის ძმა გაზარდეს როკფელერებმა რომ სულ სიმაღლეზე ყოფილიყო ეს ერინგრინი როჩილდია მაგრამ რატომ უწოდებს ძმას როკფელერე რატო ხო როჩილდეს უნდა გაესარდათ მე თვითონ მიკოს ეგება თარგმნის დროს გვარი შეეშალათ არ ვიცი ჩემი ძმა გაზარდესო როკფელერებმა ამბობს ერინგრინი და მისი პოზიცია იმ გადმოსახედიდან დაფარულია ყველასთვის წამყვანი ეკითხება შენო თქვიო რომ შენი გამოღვიძება მოხდა 3 წლის უკან ერინგრინი პასუხობს სადღაც 3 და 5 წლის შორისო ანუ სადღაც შუალედში ამ შუალედში 3 და 5 წლამდე მე დამეწყო გახსენების ეპიზოდები ნელ-ნელა მეხსენება მიბრუნდებოდაო ეპიზოდებად მე ვეუბნებოდი ჩემ უღლეს რომ ჩემ ოჯახთან რაღაც წესრიგში არაა მე ვიცი ვეუბნებოდი ჩემ ქმარსო რომ მე ვიცი რომ იქ რაღაც წესრიგში არ არისო და როდესაც ჩემ ვარს დაემართაო რუსულად სრიფ აქ ალბათ ამ სიტყვას აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელობა ქართულად რუსულადაც არის ამ სიტყვა სრიფ ბევრი ანალოგიური ერთი აზრის მქონე სიტყვები მაგრამ ქართულადაც ძალიან ბევრი სიტყვა ითარგმნება სხვადასხვანაირად ეს სიტყვა მაგრამ ეს ქალი ამბობს როდესაც ჩემს შვილს ჰქონდაო სრიფ ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება გადაითარგმნოს როგორც აშლილობა ნერვული აშლილობა და ამის შემდეგ ყველაფერი წამოვიდაო ძლიერ ნაკადად ანუ რაღაც სტრესი გადაიტანა ეტყობა მისმა ბავშვმა და აქედან გამომდინარე მოხდა თანათანობით არა უცებ ძაფრად მოხდა ყველაფრის გახსენება და ის ადამიანი რომელიც ამას ყველაფერს უკეთებდა ჩემ ვარს იყო პირველი ადამიანი რომელსაც ჩემ მიმართეთო რომ შეგეკითხა ამის შესახებ ეს არ იყო საუკეთესო გამოსავალი მაგრამ მე მაშინ ამის შესახებ არ ვიცოდიო თუ რა იყო ვინ იყო ეს ადამიანი მე მოგვიანებით გავიგიო რომ ის კაცი იყო ჩემი ვაჟის კურატორი მამაჩემი იყო ძალიან ბნელი ადამიანი ამ სამყაროში ძალიან ბნელი და ბოროტი ადამიანი Я приехала на эту конференцию. და მე გზნობ სინდის კეჩენს იმის გამო თუ რა ჩაიჯენა მამაჩემმა და მე კონფერენციაზე მოვედი იმისათვის რომ სინდის კეჩენს გზნობდი მამაჩემის გამო ამ ხალხის წინაშე რადგან ესენი იყვნენ ყველა პროგრამების მონაწილეებიო წამყვანი ეკითხება შენ იციო რეპტილოიდურ გავლენაზე ამ ხალხზე როჩილდებზე და როკფელერებზე 100%-ითო ამ პასუხობს ერინგრინი და შენ თვითონ აღიარებ რომ შენ ნახევრად რეპტილოიდი ხარო და ნახევრად ადამიანი კიო მე ვაღიარებ პასუხობს ერინგრინი და ინტერვიუმდე ჩვენ ვშელოდით იმაზე რომ ყველა რეპტილოიდური რასა არ არიანო ცუდები დიახო და მოწმა ერინგრინმა ხო ამას მე ვამბობო დასაწყისიდანო რადგან მე რეპტილოიდებთან არასდროს მქონიაო ცუდი გამოცდილება ყოველი რეპტილია რომლებთანაც მე მქონდაო კონტაქტი კავშირი იყვნენო კეთილად განწყობილი ჩემს მიმართ პედაგოგი ისინი მაჯენდნენ მე სკამზე მე იქ ისე როგორც ზილარიანო პატარა ბავშვები და ფეხებს ვაქანავებდიო
და ისინი იშნენო ჩემ წინ რიგში ასეც ჩამთვლებებულიო და მეო მიყურებდნენო, უბრალოდ მიყურებდნენო. ახლა მე გავიმეორებ იმას, რასაც აკეთებს ერინ გრინი იმ მოძრაობებს. ერინ გრინი ამბობს, რომ ისინი ხან ასე დაახრინდნენო თავს და მე შემოხედავდნენო, ხან ასე დაახრინდნენო თავს და შემოხედავდნენო, ხან ასეო და ასე მოძრაობებს აკეთებდნენო. მე მაკვდებოდნენო. მიყურებდნენო მე. ეს იყო უცნაური, მაგრამ ისინი ისე ხშირად იქცეოდნენ მასზე, რომ მე ამას მივეჩვიო. და ერთხელ, როდესაც მე კენტუკში ვიყავი ობიექტზე, ერთმა სადაო გალენა მოეხდინა ადამიანებს, რომ მე გავეშვეთო. რომ მე მეტი არ ვეწავებინეთო. ანუ ბავშვებს აწამებდნენ, მე ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვა, რომ საიდუმლო ნეგატიურ საიდუმლო პროგრამებში ბავშვებს აწამებდნენ. იმისთვის რომ გითხარით, აი მაგალითად როგორც პენი ბრედლი უკეთებდნენ, მიეღოთ ალტერნატიული პიროვნებები. მარტო პენის ყავდა 3200 ალტერნატიული პიროვნება. ყველა სასწავლო ეს არის ნომდა. მან გაიცნო 460 და ახლოს უფრო ნაკლები. და თან ბავშვებიც გაღებულობდნენ ადენოხრომს. ეს იყო ასეთი ნარკოტიკი, სხვათა შორის ყველა განთქმული მსახიობები გოლივუდის თითქმის იკეთებენ მაგის ნემსებს. всё, მე მეტი არ შევეხები ამ თემას. ეუბნებოდნენო მათ, ჩემ უფროსებს, მაგას საკმარისიაო. დაანებითო ამ ბავშვს თავი. გაუშვითო ეს ბავშვი. ადამიანი, რომელიც ამ რეპტილოიდების გვერდით იდგაო, უთხრაო მაგათ. არაო, ჩვენმაც ვერ გაუშვეთო, რადგან ის არისო კონტრაქტით, აქ მოსული. მისი გაშვება არ შეიძლებაო. მაგას მუდმივი კონტრაქტი აქვსო. და ამ რეპტილოიდმა შემოხედაო მე, და ამ რეპტილოიდს მოსიოდაო თრემლები. მე ცხოვრებაში არ ვინახეაო რეპტილოიდს რომ ეტირაო. და ამ რეპტილოიდმა მითხრაო, მე შენთვის ვერაფერს გაკეთება ვერ შემიძლიაო მეტი. რაც შემეძლო ქენიო. ისინი არ მეატოვებენო. და ამიტომ რასაც მე ხარ შენ გიზამო, ეს არისო ჩემი საჩუქარი. და მაგამო დამიბლოკაო მე ეს ნეგატიური მეხსიერება. თუ რას ჩადიოდნენ ჩემს მიმართ. ეს ყველაფერი დამიბლოკაო და მე ეს არაფერი მახსოვსო. ამ რეპტილოიდმა დაუყენა ერინ გრინს მეტალური ბლოკი. წამყვანი ეკითხება, შენ გახსოვს თუ არა რამე გამოცდილება კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებით? დიახ, მახსოვსო. მე ნანახი მაქვსო სარიტუალო სხოლთა შეწირვა. ბავშვების სხოლთა შეწირვა ვატიკანის დაბალ დონეებზე. ეს არის ყველაზე ბოროტი ადგილი დედამიწაზე. იქ ღმერთი არ არის. ამ პაპებმა, რომლებიც იქ მართავდნენ, იმდენი ბევრი ბოროტი საქმეები გააკეთეს, რომ ისინი ყველა უნდა გარჩნენ. მთელი ის ორგანიზაცია ვატიკანში, მთელი კათოლიკური, რომელსაც უწოდებენ კათოლიკური ეკლესია, ეს არის სხოლთა შეწირვების ორგანიზაცია. სადაც ხშირად ხდება სხოლთა შეწირვა ბავშვებით. სარიტუალო სხოლთა შეწირვა. წამყვანი ეკითხება, შენ რამე გაგიგონიაო შავი პაპაზე? კიო, პასუხობს ერინ გრინი. შეყავსო შავი პაპა ნანახი? არ მახსოვსო, პასუხობს ერინ გრინი. მეო დარწმუნებული ვარ, რომ მე რაც გზა გამოვიარო, მეყოლებაო მაგი ნანახი, მაგრამ არ მახსოვსო. ჩვენ საუბრობდითო რეპტილიებზე. მაგრამ ამ ტერმინი რეპტილოიდების ქვეშ ძალიან ბევრი გამრუდებული გაგება არსებობსო. მე უბრალოდ მინდაო სრული სინახე შევიტანო ამ საკითხში. ესე იგი შენ თვლიო, რომ რეპტილიები, რომთანაც შენ გქონდა საქმე და შენი რეპტილოიდური ნახევარი, შენ თვლი, რომ ეს არის პოზიტიური არსებები? დიახ. მაგრამ შენ ხომ აცნობიერებო, რომ რეპტილიები, რომლებიც შენ ყავსო ნანახი და რომლებიც წირავდნენო ადამიანებს, არ მსახურებიან თავის თავს. არაო, ამბობს ერინ გრინი.
ისინი თავის თავს ემსახურებიანო, ისინიცო ემსახურებიანო თავის თავს. და ესენი კი, ვისაც ისე რეპტილოიდები სხვას ემსახურებიანო, მაგრამ ესენი, ვისაც ხორცშეწირვები ხორცშ შეწირვებს აწარმოებენო, ესენი თავის თავს ემსახურებიანო. მაგრამ ეს ბოროტი რეპტილოიდები არის რაღაც მცირე ნაწილი, როგორც დედამიწაზე არსებობენო, ცუდი ხალხი და კარგი ხალხი, ასეო მათ შორისო. მე ჩემი შვილებიო გავარკვიო იმაში, რომ ისინი არიან ნახევრად რეპტილოიდები, ნახევრად ადამიანები. მაგრამ ჩემი შვილებიო თვლიდნენ ამას წყევლად. მაგრამ როდესაც მე მათ დაველაპარაკეო, მაგათმა ეს მიიღესო როგორც საჩუქარი სამყაროსგან. და ახლა მასე ცუდად არ ფიქრობენო. არ თვლიანო, რომ ეს არისო წყევლა. იყო ნახევრად რეპტილოიდი. ბევრი სუპერ ჯარისკაცები ვერ ხდებიანო, რომ მათ ისინი დაასაჩუქრესო. რადგან ისინი თვლიანო, რომ არიან სუპერ ჯარისკაცები, ეს არისო წყევლა. მაგრამ ბევრი მათგან არ იცისო, რომ ეს არისო საჩუქარი. და საგვარეულოს წევრებიც ვერ ხდებიანო, არ ესმითო ეს. ჩვენ აქ დედამიწაზე ვართ რაღაც მიზნის გამო და ჩვენი სისხლი ემსახურება ამ მიზანს. შენ წაყვანი ეუბნება, შენ გაიარეო წამება. გამოხვიძებამდე შენ ქონდა ასეთი ცხოვრება. სულ წამებაში ყოფნა. და შენ როგორ მოერიო ამას ყველაფერს, სანამ გამოიხვიძებდიო, სანამ გაგახსენდებოდაო შენი წარსული. მე ვიყავიო მოგულავე, თქვა ამ ქალმა. მე ვეძებდიო სიყვარულს, სადაც კი შემეძლოო. მაგრამ მთელი ეს პერიოდი მე ვიყავიო გათხოვილი. მყავდაო მე ქმარი. მე დაუჯახებული ვარო 89 წლიდან. ჩემ ქმარს მოუწიაო ბევრი რამის მოთმენა, მაგრამ ის გრძნობდაო, რომ მე არ უნდა მივეტოვებიეო. რაღაცა კარნახობდაო მას, რომ არ წასულიყო ჩემგან. რადგან ის გრძნობდაო, რომ ამის უკან რაღაც იმალებოდაო და მალე გაიგებდაო მის შესახებ. და იყო ასეთი პროგრამა მონარქი. ამ პროგრამის გამო მე ვიყავიო მოგულავე. და მე სულ გულავდიო სამხედრო პერსონალთან, ანუ მე ესე საყვარლები ყოლია ყველა სამხედრო პირი. წამყვანი ეკითხება, როდესაც შენ ამბობო, რომ შენ ქონდა პროგრამა მონარქი, შენ რას აკეთებდიო, რას ასრულებდიო საერთოდ, რამე დავალებებს ასრულებდიო? დიახო, მე მახსოვს ერთი მამაკაცი როგორ მოვიყვანეო. უბრალოდ როგორ მივიყვანეო მამაკაცი სიკვდილამდე. წამყვანი ეკითხება, ესე იგი შენ იცოდიო, რომ შენ გიყენებდნენო და შენ იყავიო დაპროგრამირებული. თუმცა შენ არ იყავიო ჯერ გამოხვიძებული. რიგრინი პასუხობს, მე თავში ყოველთვის წესრიგში არ ვიყავიო. თავში რაღაც მიტრალებდაო ყოველთვის. მე ვიცოდი, რომ რაღაც არის ესეთი, რისი გამოკვლევა მჭირდებოდაო. ჩემ ცხოვრებასთან დაკავშირებით. მე მიკვდა, რატო ვიქცეოდი ასე, რატო ბრაზობდი მასე, რატო ფსიხობდი, როდესაც მე მშვენიერი ქმარი მყავდა, რატო მივდიოდი მე და რატო წვებოდი ამ სამხედრო მამაკაცებთანო. თუმცა მე სრული სიყვარული მქონდა სახლში, მაგრამ მე სულ ვეძებდი სიყვარულს. მე მქონდა ყველაფერი ის, რისი მოცემა ჩემთვის მშობლებმა ვერ შეძლეს. ქმარი მაძლევდა სრულყოფილ სიყვარულსო, უპირობო სიყვარულს. წამყვანი ეუბნება, ეკითხება, ესე იგი შენ იმის გარდა რომ იყავიო ცოლი, შენ იყავიო დაპროგრამირებული, როგორც პროგრამა მონარქის მონა. დიახ, ვადასტურებო და სავარაუდოდ შენ გზავნიდნენ დავალებებზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. დიახო, ვადასტურებო. ასრულ დონეზეც კი? დიახო, ადასტურებს ერინგრინი, რადგან ბევრი ჩემი დავალებები იყო ასტრალური დონიდან. მათ შორის შენ იცოდიო, რომ შეიყავიო როჩილდებისგან. მე არ ვიცოდიო 4 წლის უკან გავიგიო, რომ მე თურმე როჩილდიდან ვარო. ოჯახი როჩილდებს ეკუთვნიო. მე არ ვიცოდიო, ვინ ვიყავიო. წამყვანი ეუბნება, შენ იცოდიო, რომ გაიზარდიო ვაშინგტონში, შენ იცოდიო, რომ იყავიო ბავშვობაში პენტაგონში. დიახ, ეს მოგონებები სულ დამყობოდაო მე. შენ იცოდი, რომ
გამოსული ხარ სამხედრო საწარმო კომპლექსის ოჯახიდან. დიახ, მე ეს ვიცოდიოდი, ის კი არა, მე მახსოვდა გაპატიურება, რომელსაც ჩადიოდნენ, როდესაც მე ვიყავი 4 წლის. ოღონდ მე არ ვიცოდიო თუ ეს რატო ხდებოდაო. მე არ ვიცოდიო, რომ ეს გაპატიურება იყო პროგრამირების ნაწილი. და ეს იყო პირველი გარდატეხვა ჩემთვის. ეს იყო ის დრო, როდესაც ჩემგან 2 მე გააკეთესო. მაგათმა წაართვესო მენგელს ჩემი თავი. მენგელი პირველ ვიდეოში საუბრობ მე მენგელზე ვინ არის. იმ კაცმა ესე იგი 4 წლამდე თუ რომელ წლამდე ის კაცი როგორც საკუთარ შვილიშვილს ისე ექცეოდა, უვლიდა, ფარავდა და დადგა დრო, როდესაც ამ კაცს ეს გოგონა წაართვეს, გამოართვეს. მე სტრესი მივიღეო, რომ ჩამომაშორესო იმ კაცს. შემდეგ ეს გაპატიურებაც დაემატაო და საერთოდ დასტრესული ვიყავიო. და გამომეყო მეორე ალტერნატიული მე, ანუ ალტერნატიული პიროვნება. ისინი ცდილობდნენ, ჩემი ცნობიერება ამოეკაჩათო. მანამდე სადამ ამ კონფერენციაზე გამოვიმგზავრებოდიო, ისინი ცდილობდნენ, ყველა მოგონებები წაეშალათო ჩემთვის. მაგათმა თითქმის სრულიად წამიშალესო მოგონებები. ჩემი მეუღლე და შვილები დამეხმარენო. მე მომიწიაო თავიდან წაკითხვა ყველა ჩემი მესიჯების, წერილების. მომიწიაო შესალა ჩემი Facebook-ის, მე მომიწიაო თავიდან გამიცნო ჩემი საკუთარი თავი, მე მომიწია თავიდანვე გავცნობოდი ჩემ მოგონებებს და სანამ მე აქეთ გამომიგზავრებოდი, ისინი მე მიტაცებდნენ ყოველ ღამით 2 კვირის განმავლობაშიო და ცდილობდნენო ჩაენერგაცო ჩემთვის, რომ ჩემ ქმარს მე არ უყვარვარო, რომ ჩემ ოჯახს მე მეტი არ უყვარვარო, რომ შენ არავის უყვარხარ. და ისინი ცდილობდნენ ისე გავეტეხეთ მე, რომ მე აქეთ არ გამოგზავრებულიყავი კონფერენციაზე. წამყვანი ეკითხება ერინ გრინს, შენ რას ფიქრობო დედამიწაზე სიტუაციასთან დაკავშირებითო? რა იქნებაო? ერინ გრინი პასუხობს, მე ვიციო რაც იქნებაო, მაგრამ მე ამაზე საუბრის უფლება არ მაქვსო. ვერ გეტყვითო. შენ გიდა თქვაო, ეუბნება წამყვანი, რომ შენ იციო რა სცენარით განვითარდებაო მოვლენები დედამიწაზე? ეს ყველაფერი არისო დეჟავიუ. წამოხდა ერინ გრინი თავის კამზე, დივანზე, სადაც ის. ეს არისო დეჟავიუ. ეს ჩემთვის არისო დეჟავიუ. ყოველთვის როდესაც რაღაც ხდებაო, ეს ჩემთვის არისო როგორც დეჟავიუ. მე ვიცი რა იქნება, მე ვიცი რა მოხდება, მაგრამ მე ამას ვერ ვიტყვი, რადგან კაცობრიობა არ არის მზად ჩემი ნათქვამიდან ბევრი რამე მიიღოს. ამიტომ როდესაც ამის დრო მოვა და მე გავიგებ, რომ ნახავ, რომ კაცობრიობა მზად არის, მე მოყვები ამის შესახებ, მაგრამ მე ამის გამო შეიძლება მომკვა. მე წამყვანი ამბობს, მე ახალხან მაქვსო მონაყოლი იმ მეცნიერებზეო, იმ ადამიანზე, რომელიც მოგზაურობსო დროში და მან თქვაო, რომ მეცნიერები, რომ ნახა მეცნიერები მუშაობის პროცესში და აი მან აი რა მომიყვა. ხო, რომ მათ დედამიწაზე მოსვლისას ასაკი გაუახალგაზრდავეს, მერწმუნეთ ამისი ტექნოლოგიები არსებობს, რადგან ყველა მონაწილეები პროგრამებისა 20 უკან, 40 უკან, 50 უკან, 60 უკან, ყველა დააბრუნეს თავის ასაკში ტექნოლოგიების მეშვეობით. დააპატარავეს, გაახალგაზრდავეს. და ეს ხალხი აქტიურად მუშაობენ პროექტებში, მაგრამ ისინი მუშაობენ ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც უმნიშვნელო. მათ შეიძლება კონდეთ რაღაც უმნიშვნელო სამუშაო რომელიღაც საწარმოში, მაღაზიაში. ჩაერია ერინ გრინი, მან თქვა, რომ ოფიციალური თანამდებობა მამაჩემის იყო კონგრესმენის დამხმარე. უბრალოდ ყველას უნდა იფიქრა, რომ ის არის კონგრესმენის დამხმარე და ამავე დროს ის იმართებოდა. შესაძლებელია მათ ყავთ კლონები, რომლებიც გამოიყენებიან იმისთვის, რომ თითქოს იარონ სამუშაოზე იმ ხალხის მაგივრად, სადამ
ორიგინალური ავატარი ბაზაზე დადის, კლონი მის ჩვეულებრივ ცხოვრებას ატარებს, ადამიანის ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, ვის მაგალითად დადის სამსახურში. უბრალოდო ის მოგზაური დროშიო მოვიდაო ჩემთან და მომიყვაო ყველაფერი. ხო, შენ მართალი ხარ ბერინგრინი? მათ აქვთო ერთი კონტეინერი კი არა, რამდენიმე კონტეინერი კლონებით გავსებული. მაგათმა იციან თუ როგორ უნდა მოახერხონ და სული განაწესონ ანამ კლონში, ანიმ კლონში. მათ ესმით ეს და ამის გაკეთება ძალიან ადვილია. ჩვენ თვითონაც შეგვიძლიათ ამის გაკეთება. ამისთვის საჭიროა ტექნოლოგია. მაგრამ იმისთვის რომ შენ ეს გააკეთო, საჭიროა მაღალი ვიბრაცია. იმისთვის რომ ჩვენ გამოვიდეთ შეგნებულად ჩვენი ორგანიზმიდან, ამისთვის საჭიროა მაღალი ვიბრაცია. ამიტომა რომ ისინი ვის გამოდის სხეულიდან, ესე იგი მათ აქვთ მაღალი ვიბრაცია და ამის გაკეთება შეუძლიათ. მე ხა თქვენ მოგიყვებით, რადგან ამას შევეხე ერთ ისტორიას. ეს ისტორია ეხება ერთ-ერთ ინსაიდერს, გვარდა სახელი არ მახსოვთ, მომიტევეთ. და ეს ადამიანი ყვება, გონია თუ არ ვცდები, რომ მოკლეს ის ინსაიდერია. აუ როგორ ვერ ვიხსენებ. ჯეიმს რინკი. გამახსენდა. ჯეიმს რინკი, რომელიც აგრეთვე მოკლეს სკალარული იარაღით. გულის შეტევა დამართეს და ავატარი მოკლეს. და მგონი ეს ჯეიმს რინკი ყვებოდა თავის მოგზაურობებზე მარსზე თუ საწყ, არ მახსოვს ზუსტად ეს იყო თუ სხვა. და იქ მოეწონა ერთი ქალი. იქ არ არის ეს ოფიციალური დაქორწინებები, ისინი თუ მოგეწონება ქალი, შეიძლება მასთან იყო ურთიერთობაში. და ის ყვებოდა თუ როგორ არა მე ხა დეტალებში არ შევალ თუ როგორ ქონდას მაგათ იქ ინტიმური კავშირი, მაგრამ ეს მომენტი მან ახსნა. ესე იგი, იმ ქალმა შეცვალა ადგილები. სულის როგორ გითხრათ? იმ ქალის სული გადავიდა იმ კაცის სხეულში. და კაცის სული გადავიდა ქალის სხეულში. და ის ყვებოდა რომ მე ვიყავი ხა მომიტევეთ, მე ცოტა მეუხერხულება ამაზე საუბარი. ხო, ზევიდანოდა ლიდერობა აიღო იმ ქალმა. ესე იგი მე უცებ ჩემი სული აღმოჩნდა იმ ქალის სხეულში. ჩემი სული აღმოჩნდა იმ ქალის სხეულში. ქალის სხეულში მეთქი ჩემი სული აღმოჩნდაო ჩემს რაც პოდა მაპატიეთ ჩემი სული აღმოჩნდაო ქალის სხეულში, ქალის სული აღმოჩნდაო ჩემს სხეულში. მე ვიდექიო. ხო, ის ქალი იწვაო, მაგრამ მან მას უნდა ლიდერობა და შეცვალო ადგილები. ავატარები თავის ადგილზე იყო, მაგრამ სულები შეცვალაო. ხო და ჩემი სხეულში, ესე იგი იმ კაცის სხეულში ყოფნისას ლიდერობა გამოამჟღავნა ამ საკითხში. ხომ გესმით ჩემი? ანუ ის ქალი იწვა ქვევით, კაცი იდგა ზევით, ამ ქალმა მისი სული ადგილები შეანაცვლა, მისი სული გადავიდა კაცის სხეულში, კაცის სული ქალის სხეულში. ესე იგი, ავატარი ქალის იყო, მაგრამ სინამდვილეში კაცის სული იყო იმ ქალში. და კაცის ავატარში იყო ქალის სული. და როდესაც მე კიდევ გამახსენდა ერთი კინო ამ სულების ერთი კი არა, ორი კინო.
ერთი ამერიკული იყო, ერთი ეგვიპტური, თუ რომელიღაც არაბული, სადაც იცვლიან საყურეებს და სული იცვლის ავატარს. ამერიკულ სერიალში კაცის სული მოხდება ქალის სულში, ქალის სული კაცის სულში. და მეორე კინოში დაქალები საყურეებს იკეთებენ, ცალ-ცალ საყურეებს, რადგან პრინცესას ათხოვებდნენ სიყვარულოდ. არ უყვარდა. ისეც ათხოვებდნენ ის და თავისი სლუჟანკა ესე იგი თავისი სხეულით კი არ შეცვალეს ერთმანეთი, სულები შეცვალეს. ანუ მისი სული გადავიდა მოსამსახურის სხეულში, მოსამსახურის სული გადავიდა ამ პრინცესას სხეულში და ფაქტიურად მოსამსახური გათხოვდა პრინცესას სხეულში და პრინცესა სული დარჩა მოსამსახურის სხეულში და სიკვდილამდე იცხოვრა მოსამსახურის სხეულში. ერინ გრინი ამბობს, რომ ჩემი მშობლებიო სპეციალურად დადიოდნენ ეკლესიაში, რადგან ეს იყო მათი ლეგენდა, თითქოს ისინი არიან მორწმუნე კათოლიკები. აი ეს არის კროული. საუბრობენ ამ პიროვნებაზე. თითქოს გრინი ამბობს, რომ მან ჩემ დნმ-ში და კიდევ სხვა მონაწილეების დნმ-ში დააკოდირაო თავისი სახელი. ის ხომ მკტარიაო? ეკითხება წამყვანი, არაო, ის არ არისო მკტარი. ისიც არისო დროში მოგზაური. კი, სანამ ჩვენო არ გამოვსწორდებითო, ეს კროული არისო დაპროგრამირებული აკეთოსო ბნელი საქმეები. თუმცა ის სრულიად არ არისო ბნელი პიროვნება. მაგი ეს კროულინი არისო აქ ცოტა ახალგაზრდა ასაკში, ცდილობსო დაიბრუნსო ყველაფერი, რაც მას თითქოს ეკუთვნისო. და ამ კროულინს ვისი ფოტო მეთქე განახეთ, ჯერ კონტრაქტი არ დაუმთავრებია და ამ კონტრაქტის მიხედვით მან უნდა მოიტანოს სიმნელი აქ. ყველანი ჩვენგანი, ვინც მონაწილეობდა პროექტ იბისში, სხვათა შორის ახლა ინტერნეტი მაქვს, ერთი უნდა ნახო ქართულად იბისი რას ნიშნავს. იბისი ვიცი რომ ფრინველია, მაგრამ ქართული დასახელება მაინტერესებს. და ვინც ამ პროექტ იბისში იყო მონაწილეები, ვინც იყო ამ პროექტში, ვინც მონაწილეობდა, ყველა იყო დაკოდირებული ამ კოულერის დახმარებით, აი ამ კაცის. ხო და ეს იბისი ქართულადაც ითარგმნება როგორც იბისი. ეს არის გრძელ ფეხიანი, გრძელ ნისკარტიანი ჭაობის ფრინველი იბისების ოჯახებიდან. მათ აქვთ ძალიან გრძელი ნისკარტი, რომელიც მოღუნულია წვერში ბოლოში. არსებობს იბისების რამდენიმე სახეობა, რომლებიც ბინადრობენ რეგიონებში, სადაც არის ტროპიკული, სუბტროპიკული და საშუალო კლიმატი. იბისი ხშირად, აი წმინდა იბისი ასოცირდება როგორც ძველ ეგვიპტეში, მაგალითად ცემდნენ თაყვანს ამ ფრინველს. ეს იბისი იყო სიმბოლო, ტოტის სიმბოლო, სიბრძის და წელის ღმერთისა. და ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ფრინველები იცავენ ქვეყანას გოლებისაგან და მათ დაავადებებისაგან და აგრეთვე მუმიფიცირებას უკეთებდნენ ამ ფრინველებს. აი, ეს არის იბისი.
კარგით, ახლა გავაგზავნოთ. ამ კროულიმ დაკოდრება გაუკეთა თავისი თავის ამა DNK-ში. ამ ერინგრინის და სხვა მონაწილეების DNK-ში. ამ კროულიმმა შექმნა ტელემა ახალი რელიგია და ეს რელიგია ძალიან სულიერია. წამყვანი ეკითხება შენ როჩილდის წევრებთან ურთიერთობო? არაო, პასუხობს ერინგრინი. ადრე ქონდა ურთიერთობა? კიო. როდესაც მე ვიყავიო ბავშვი, ჩვენ ხშირად ურთიერთობდითო. ბავშვობაში ჩვენ ურთიერთობდითო კენედისთან, როკფელერებთან, როჩილდებთან, მთელ ელიტასთან. მამაჩემს ხშირად დავყავდი მე იქ, სადაც ისინი იყოფებოდნენ. კარგი, ამით დამთავრდა ეს ვიდეო. მადლობა ყურადღებით. რა აბნეული ვარ დღეს. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.